ლექა სათხარ რასაკეთებ? დავიწყეთ ახალი საქმე, ახალი პროექტი, რომელსაც შემოგთავაზებთ ძალიან მალე. რო ძლივ წამოვიყვანეთ ეს food truck-ი და ძალიან კმაყოფილი. წავედით თბილისში? წავედით თბილისში და ჩვენ ეს შევძელით. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და ნიუანსების. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ყოველთვის არ მასვენებდა გამჩენი და როგორც კი მოვიგე ზედმეტი $1000 გადავწყვიტე რომ გლდანის ტერიტორიაზე გამეხსნა კვების ობიექტ დრაივი და როგორ გამოგვივიდა ეს ყველაფერი ნაბიჯი გამოვყევით. ეს ბიუჯეტი რა თქმა უნდა არ აღმოჩნდა საკმარისი ამ საქმიანობისთვის, თუმცა ჩვენი დევიზი ყველამ კარგად იცის რომ შეუძლებელი არაფერია, ამიტომ საქმე შეუდექით. გადავატრიალეთ რა ყველა შესაძლო ლოკაცია გრანის მასშტაბით. გაქირავებული იყო ანძვირი, ამიტომ მიწის ნაკვეთების იჯარასაც კი ვაქცევდი ყურადღებას, რომ ყოფილიყო ასეთი და მე თვითონ გამეთავსებინა ობიექტი. თუმცა მიწის ნაკვეთებიც კი არ იყო იჯარით. სახელმწიფოს რა თქმა უნდა შეუძლებელია ეგეთი საბუთის გაკეთება, ამიტომ რაც არაორდინალური მოვიფიქრეთ, წავედით ოზურგეთში და წამოვიყვანეთ კვების ობიექტ მანქანა, რომელიც უნდა გამოიგივებინა დრაივთან. ლოკაცია კიდე იდეალური შევარჩიე, პირდაპირ სახლის გვერდზე, იუსტიცია ახალი აშენებული იყო, ტრაფიკი ძალიან მაღალი იყო, სულ მოძრაობა და ჩვენ ეს ვცადეთ და ვნახოთ როგორ გამოგვივიდა. ეხლა მე გაჩვენებთ კადრებს ამ ავტომობილის წამოყვანის, ცოტა რთული იყო ეს ყველაფერი, ოზურგეთიდან თბილისამდე კვების ობიექტ მანქანის წამოყვანა, იმიტომ რომ არ იყო ბოლომდე გამართული. განთავსებული იყო მაცივრები, საჭირო ინვენტარი, ფრიტურები, ყველაფერი მოკლედ, თუმცა ავტომობილს არ ქონდა არც სადადარიგო საბურავი, არც ეგრეთ წოდებული დანგრატი, არც არანაირი კლუჩი. და ჰოის აუცილებლად შუა ავტობანზე გაგვისხდა საბურავი, ღამე ბავშვთან ერთად 10 საათზე რა გინდა რომ გააკეთო, მაგრამ გაგვიმართლა ამავდროულად 4 კილომეტრში იყო 24 საათიანი ვულკანიზაცია, ვიპოვეთ Google Maps-ის საშუალებით, ვაფასებ ამ აპლიკაციას, დაუკავშირდით იმ ადამიანს უთხარი, ზომები ჩამოგვიტანა თავის ვულკანიზაციაში, თუმცა ჩვენ მოგვიწია იქ 1 საათი დგომა, რომ სხვა დანგრატი, სხვა მანქანის დანგრატი დამეწია, ლოდზე შემომედო, მერე წავედი, ეს საბურავი მოვიტანე, დავამყენე და ახალი სხვა ამან დანგრატით ჩამოვაგდეთ. ყველაფერი მაჩვენებდა ცხოვრება რომ უნდა მომეტრიალებინა მანქანა და დამებრუნებინა პატრონზე, მაგრამ ხო იცით რა, როგორც მოვიქცეოდი და ეგრეც მოვიქეცი. გავაგრძელე გზა, ჩავიყვანე და გავმართე საქმე. თანხა იყო $1000 იჯარის ამ მანქანისთვის, თუმცა იმისთვისაც რჩებოდა ფული, რომ მომემარაგებინა ეს ობიექტი და გამეტესტა მენახა თუ როგორ იმუშავებდა. როგორც გითხარით, ლოკაცია იდეალური შევარჩიე, პირდაპირ ჩემი სახლის გვერდზე, მაღალტრაფიკიანი, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს. იყო 100 მეტრში დაახლოებით ანალოგიური დრაივი იყო, უბრალოდ კვების ობიექტ დრაივი არ ყოფილა, თუმცა ძალიან ხშირია, რომ ეს დომინოს ქვებივით არის ჩალაგებული დრაივები და მაინც მუშაობს. ამ შემთხვევაში ეს უკვე კონკურენცია არ არის, ეს უკვე ერთმანეთს ეხმარება, ამუშავებს, ამიტომ ესეც არის აღმოჩნდა ჩემთვის დაბრკოლება და საქმე მაინც ბოლომდე მივიყვანე. მომარაგებით შემთხვევაში, ანუ როგორც კვების ობიექტისთვის უნდა ყოფილიყო რაც გემრიელი საკვები, შევჯერდით ფრიზე, ღომის ჭადის ბურთულებზე, რომელიც ძალიან მადის აღმზრდელად გამოიყურებოდა და თან ფასის მისაღები იყო. ჰქონდა წვენები, ლუდები, სიგარეტები, რაც დრაივისთვის აუცილებელია, სნექები, თუმცა კვების ხაზზე ჰქონდა ზემოხსენებული. და დაიწყო, ჩაეშვა საქმე, თუმცა ნავაჭრი იმდენად სასაცილო იყო, რომ პირველ-მეორე დღეს რომ ვიფიქრე ღირდა თუ არა ყველაფრად. ვიფიქრე რა იყო ის შეცდომა, რომელიც მე დაუშვი და რა იყო ის პრობლემა, რის გამოც არ მოდიოდნენ ჩემამდე კლიენტები. და გადავწყვიტე, რომ ექსტერიერი შემეცვალა. მოვაწესრიგე მთელი ტერიტორია, კერძოდ პირის საკუთრებაში იყო ეს ტერიტორია, სახელმწიფო საკუთრებაში არ იყო, იმიტომ რომ პრობლემები შემექმნებოდა სახელმწიფო საკუთრებაში რო ყოფილიყო ეს ადგილი. მიხსენებათ მუნიციპალური ინსპექციის მხარეს არის ყველა ჯიხური რეალურად დგავენ და მე თვითონ აქირავებენ.
ხო და მოკლედ რო არ ჩაუღრმავდე ამ ბიუროკრატიულ საკითხებს მთელი ტერიტორია მოვაწესრიგე გავასუფთავე ვებკატის ფული არ მქონდა ყველაფერი ხელით გავაკეთე ხრეში მოვიტანე დავყარე მწვანე ხელოვნური ხალიჩებით მოვალ ამაზე ყვავილები დავდგი აი ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ კლიენტი მომეზიდა დიდი ქოლგა გავშალე დავამატე რაღაც სხვადასხვა დეტალები რომელიც გამოვიწერე ჩინეთიდან რეკლამები ლაითბოქსები აი ყველაფერი მოკლედ რომ ადამიანის ყურადღება მაქსიმალურად მიმექცია განათებები ავანთე რაც შეიძლება მეტი განათება უნდა მომენტო და ეს ყველაფერი გავაკეთე თუმცა კლიენტები მაინც არ ჩანდნენ ხო და ვიკითხე რამოდენიმე ადამიანთან თან ეს მითი მოსმენილი მქონდა რომ დრაივებზეო ზოგადად უცლებად დედრობითი სქესის ქალბატონები უნდა ყოფილიყვნენ და რავი არ მჯეროდა რა მაგის რომ ვიფიქრე მითია თქვა რა მე მაგალითად რომ მივდივარ და რაღაცის ყიდვა მინდა საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ანუ გოგო მომყიდის თუ ბიჭი მომყიდის ხო მაგრამ მაინც ესეც ვცადე ჩემ მეგობარს ვთხოვე რომ ერთი დღე ეცადა რა გამოვიდოდა და ჰოი საოცრებაო მისმა ნავაჭმა ჩემ კვირის ნავაჭს აჯობა მე უფრო დავაკვირდი რა ტაქსები რომ ჩამოივლიდნენ და გზის პირას იყო რა ეს ობიექტი ტაქსები რომ ჩამოივლიდნენ შემოიჭყიდავდნენ მეთქი აუეჭველი კლიენტია და აი რო ამოყოფდი თავს და ეს წერიანი კაცი რომ დავხდებოდი ეგრევე აი ბოლომდე ჩააჭერდნენ და მიდიოდნენ რა და ანუ ეგ ძალიან სამწუხარო რეალობა არის რომ თუ კი აი ეგეთ ობიექტს გახსნით დრაივს აუცილებელია რომ ქალბატონი დაასაქმოთ მე კი არ მქონდა ამ ხელა ბიუჯეტი რომ 150 ლარი ყოველ დღე გადამეხადა გოგონებისთვის ვინც ჩემს ყვების ობიექტ დრაივზე იმუშაობდნენ. აი განა რა უნდა ივაჭრო დღეში სიგარეტები თუნდაც რომელიღაც მარჟა მხოლოდ 20-30 თეთრია და წვენებისგან რომელიღაც 50 თეთრია მარჟა მოგება დაგჭირს 150 ლარი გაისტუმრო ყველა ხარჯი და კიდე რაღაც დაგჭირს რა მოგებიდან ხოლმე გადაუხადო იმ ადამიანებს ხელფასი ამიტომ გადავწყვიტე რომ რაღაც სხვა მომიფიქრებინა ვინაიდან უწევდა ახალი წლები და პატარა ტბის გახსნა გადავწყვიტე რომ პატარა ტბაზე დამეყენებინა ყოფის ობიექტ დრაივი გადამენაცვლებინა იმ ადგილზე და ბავშვებისთვის მომეწყო გასართობი ღონისძიება ახალი წლის პერიოდში და იქ გამეყიდა ფრი და ეს კვების მენიუ რაც მე გითხარით რომ მქონდა ბოლო გაფერთხალება იყო ამ ობიექტის არაერთხელ მივედი გზანის გამგებლობაში და ვითხოვე რომ უბრალოდ პარკინგზე დროებითი უფლება მოეცათ და დამეყენებინა ეს კვების ობიექტ დრაივი და სამაგიეროდ მე მოვიყვანდი სხვადასხვა ანიმატორებს თოვლის ბაბუს და სათამაშოებს და ასე შემდეგ დავარიგებდი და კონტენტისთვის ვიფიქრე რომ ძალიან კაი გამოვიდოდა და რატომაც არა. ობაში პირდაპირ უარი არ ვთქვამთ. უბრალოდ რაღაც ბიუროკრატიული საკითხები იყო გასავლელი და რამოდენიმე დღე თხოვეს. ну რატომაც არა თუ ეს რაღაცას გავაკეთებდი მე მოვაბილიზე ანიმატორები და პატარა შოუ დავადგმევინე რომ მაინც მზად ყოფილიყავი ამასობაში ნაძვის ხე იწყებოდა პატარა ტბაზე და სწორედ ამ დროს პასუხი მომივიდა რომ აუცილებლად უნდა შემეთანხმებინა ეს მერიაში ну ბიუროკრატია დრო აღარ იწმენდა ახალ წლამდე ერთი დღე იყო დარჩენილი სწორედ ამის გამო ახალ წელს დავკეტეთ ჩვენი food truck-ი და ახალი წლის შემდეგ დღეებში გაემგზავრა დაუბრუნდა თავის პატრონს ამით დამთავრდა ჩვენი კვების ობიექტის გადასვლა ვერ იმუშავა მაგრამ რა მასწავლა ის რომ თუ მაღალ ტრაფიკიანი ადგილია და ძალიან ბევრი ადამიანი მოძრაობს, ყველაფერს რასაც განათავსებ, არ გაიყიდება. უცილებელია სწორი დაბრენდვა, იმიტომ რომ ადამიანები იბნეოდნენ, ვერ ხვდებოდნენ, უნდა მოსულიყვნენ და იქ ჭამათ თუ დრაივი იყო და გოგოსთან უნდა ეხიბლავათ პირობითად, ხო? ვერ ხვდებოდნენ ეს ობიექტი ძალიან მაგრად იმუშავებდა ფესტივალზე, კურორტზე, როგორც საზაფხულო ასე ზამთრის კურორტზე. თუმცა იქ არ გაამართლა, სადაც მე გადავწყვიტე რომ ეს უნდა გამეკეთებინა. თქვენ კი არ დაგაუწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ძალიან ბევრი საინტერესო საქმე მაქვს წინ. შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ ხელობაზე როგორ ავიღეთ ცეხი და რა ხელობები ჩავატარე და დაგასპოილერებ და გეტყვით რომ როცა გავხდებით 20,000 პლუსი მე აუცილებლად
წარმოგიდგენთ ჩემს შექმნილ სოციალურ ქსელ პლატფორმას Instincts და დაგირიგებთ ფასიან ქაღალდებს და ჩემ გამომწერებთან ერთად გავიზიარებ ამ წარმატებას, რომელსაც 2019 წლიდან ვემსახურებია.